საბავშვო ტანისამოსის ახალი მაღაზია თბილისში, Jupiter Londoni ვაკეში აბაშიძის ქუჩაზე გაიხსნა. მაღაზიაში 12 წლამდე ბავშვების აქსესუარებიც არის წარმოდგენილი. მომხმარებელს სხვადასხვა ბრიტანული ბრენდის ტანისამოსის ხელმისაწვდომ ფასადშეძენის საშუალება აქვს. ობიექტში 12 ადამიანი მუშაობს, მათ შორის 3 თბილისის მერიის დასაქმების ბაზიდან შეარჩიეს. Jupiter Londoni მაღაზიათა ქსელის შექმნას და ახალი ობიექტების სხვა ქალაქებში გახსნასაც გეგმავს. Магазин, ресторан, кафе, тут так что. А вы откуда? С Израиля. ეს გაიხსნა ახალი მაღაზია, რომელიც ბავშვების განსაცმელით ვაჭრობს. ძალიან საინტერესო დიზაინია, ძალიან საინტერესო მაღაზია. უცხოური ინვესტიცია, გეგმავს გაფართოვებას. ეხლა ამ წუთას 10-12 ადამიანი მუშაობს, 3-4 სწორედ ამ ჩვენი ბაზიდან იქნა შერჩეული. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა ნელ-ნელა ინფორმაცია უფრო გადის, ჯერდება, ერთმანეთს ეკითხებიან, თუ ეს ხალხი ამართლებს და მიხარია რომ უმრავლეს შემთხვევაში სწორედ ამართლებს, სულფტო უფრო აქტიურად მოიხმარენ ამ ბაზას, რაც არის სწორედ ჩვენი ფუნქცია, იმიტომ რომ ჩვენი საქმე არის სწორედ ეს, რომ არახელოვნურად ბიუროკრატიის გაზრდის ხარჯზე შევქმნათ სამუშაო ადგილები, არამედ ვიყოთ ხიდი კერძო დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის.